უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა. ჯარისკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო. ბებია ოდესაში ცხოვრობდა და ბოლო წლები ოკუპანტების წინააღმდეგ რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდა. მებრძოლს საქართველოში ჩამოასვენებენ და ზუგდიდში სამხედრო პატევით დაკრძალავენ. 136,000 ლარის ღირებულების 46 iPhone-ი, საათები და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობა გორში 20 წლის ბიჭმა ტექნიკის მაღაზია გაქურდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებული ახალგაზრდა წარსულში იგივე მოტივით მრავალჯერაა ნასამართლები და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ის დაკავებულია ახალგაზრდას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 39 წლის კაცი დედაზე ფსიქოლოგიურად ზალადობდა და 62 წლის ქალს ციცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს, კაცს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინელების თავდასხმის შედეგად მეხუთე დღეა რუსეთში ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის. უკრაინამ ოკუპანტების სამრეწველო ობიექტებს 16 აპრილს დაარტყა, განმეორებით კი 20 აპრილს. უკრაინული მედიის ცნობით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 3 რეზერვუარი დაზიანდა. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი, არიან დაშავებულებიც.